ასეთი სურათი დაგხვდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ღვერგში. ევრონიუს ჯორჯიას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მიიწევს ხრამისკენ უკვე ნახევრად დანგრეული სახლები. ამ გაზაფხულზე ჯერაც ხალხით სავსე სოფელი სექტემბრის ბოლო დღეს თითქმის სრულად უკაცრიელი დაგხვდა. ორი დამეწყრილი სოფლის ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა შემოდგომის ამ წვიმიან დღეს მათი ბედის გასარკვევად ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში შეიკრიბა. იმერეთის ეს ორი სოფელი ამ მომენტისთვის პრაქტიკულად დაცლილია. სოფლების განაპირა შედარებით უსაფრთხო ზონაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები ღარჩებიან. უმეტესობა მშობლიური სახლები დატოვა. მათი ნაწილი ქირით, ნაწილი კი ნათესავებთან ცხოვრობს. თვითმმართველობის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ გეოლოგიკმა მეწყრულ ზონაში კვლევები ივნისის ბოლოს დაიწყო. ამ კვლევის შედეგები კი ახლახან გამოაქვეყნა. სწორედ ამ ანგარიშის შედეგებზეა დამოკიდებული შეძლებს მეწყერთან ცხოვრები რამდენიმე ოჯახი ამ ზონაში დარჩენას თუ სოფლის დატოვება მაინც საბოლოოდ მოუწევს. ჩვენი კვლევების პერიოდშიც დღითი დღე მეწყრის სიჩქარე იზრდებოდა. მეწყრული სხეულის ზომა სიგრძეში კილომეტრს აღემატება, ხოლო სიგანე 800 მეტრს აღწევს. მთლიანად მოძრავი სხეულის მოცულობა სპეციალისტების დასკვნით დაახლოებით 30 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. როგორც გეოლოგების მიერ მომზადებულ ანგარიში ვკითხულობთ, კვლევის პროცესში წარმოებული დაკვირვებების, საკონტროლო გაზომვებისა და აეროფოტო გადაღებების საფუძველზე მიღებული მონაცემების გაანალიზებით დადგინდა, რომ ფერდობზე არსებული მეწყერი აქტიურ დინამიკაშია. 10 დღიან პერიოდში მეწყრული სხეული საშუალოდ 0.96 მეასედი მეტრით გადაადგილდა ფერდობის ძირის მიმართულებით. გადაადგილების საშუალო სიჩქარე კი დღეღამის განმავლობაში 0.96 მეასედ მეტრს, ანუ 9.6 სანტიმეტრს შეადგენს. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ხშირად საუბრობს, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სარკინიგზო სამუშაოებია. ამ დროს სოფლების მიმდებარედ მთის ფერდის ნაწილი ჩამოჭრეს. ამ სამუშაოების მეწყერთან რაიმე კავშირზე კვლევის ავტორებს ერთნიშნულოვანი პასუხი კვლავაც არ აქვთ. აი სადაც ეხა ფერდობი ჩამოჭრილია, ამ ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრის ზემოთ მთავრდება მეწყრული სხეულის ძირი და გარდა ამისა ეს მეწყერი არის სამხრეთისკენ მიმართული, მეწყრის მიმართულება მოკლედ არის სამხრეთული და ფერდობის ექსპოზიცია სხვა არის. ეს ფაქტორები გამორიცხავს კიდეც იმას, რომ ფერდობის ჩამოჭრამ წარმოქმნა მეწყერი. ჩამოჭრამ და მისი ესე ვთქვათ იმ ადგილზე რელიეფის ფორმის შეცვლა. ანუ საყრდენი გამოეცალა ფერდობს და მეწყერი წარმოიქმნა, ეს ასე ვერ იქნებოდა. ეხლა რაც შეეხება ამ ჩამოჭრის დროს რა მეთოდებით ხდებოდა ამის ჩამოჭრა? თუ ექსკავაციები განხორციელებული არის მაგალითად ექსკავატორით ან ბულდოზერით მაგალითად ან სხვა რაიმე ესეთი ტექნიკით, რომელიც დარტყმებს არ მოითხოვს და ვიბრაციები ნაკლებად აქვს, ეს ვერ მოხდებოდა, ვერ იქნებოდა ზეგავლენის მიზეზი ვერ მოახდინდა ზეგავლენას, მაგრამ თუ ხდებოდა ეს ფერდობი, ამ ფერდობის ექსკავაცია ისე, რომ მაგალითად სანგრევი ჩაქუჩებით ყოდალა მუშაობდა, მაგალითად აფეთქებები ხდებოდა და მოხდები მძლავრი იყო. აი ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ უარყოფითი ზეგავლენა ამ ზოგადად ამ ფერდობის მდგრადობაზე მოხდარიყო. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რითი განხორციელდა ეს ექსკავაცია, არ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა პერიოდში განხორციელდა, როგორც ეტყობა და გარემოებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ეს არ არის მეწყრის წარმოქმნის წინა დღეებში განხორციელებული ექსკავაცია, რაღაცა პერიოდი არის ამის შემდეგ გასული. ამიტომ პირდაპირ უთხოვარად დაკავშირებას იმისთვის, რომ ეს მეწყერი იმიტომ წარმოიქმნა, რომ ფერდობის რაღაც გარკვეული ნაწილში ექსკავაციები განხორციელდა, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. სარკინიგზო სამუშაოების მეწყერთან კავშირს თავის მხრივ სრულად გამორიცხავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. აი სრული პასუხისმგებლობით უნდა განაცხადო. აბსოლუტურად ეს არის გამოწვეული ბუნებრივი ფაქტორებით, მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით. თავარი ხემაღალისის დიდი ნაპრალი, დიდი ჩაქცევა, ამას ჩვენ ესე ვთქვათ ჩაქცევითი ტიპის მეწყერს ვეძახით. სწორედ ამ ტექტონიკურ ღვევას, ტექტონიკურ ისტორიულად ძველს ღვევას უკავშირდება. პირველ რიგში ფერდობის მიმდებარედ აუცილებლად იქნებოდა რაიმე სახის ნიშნები, მე სკოლის ტერიტორიას და თვითონ სკოლის აი მზიდი კედლები დათვალიერებული მაქვს, შეფასებული მაქვს. არსად პირველ რიგში ზონა უნდა დამეწყრილიყო. არადა მათ ახლა სადაც ხდება თუ მოხდა იქ არასწორად
მართლზომიერად არ ჩამოიჭრა ეს ფერდობი, პირველ რიგში იქნებოდა გააქტიურებები და არაზები. საუბარია თეორიულ და ჩობაიდან მის განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორ შეიძლება ვიმუშაო აი სადღაც მე გადამახტეს ეს პროცესები და სადღაც მეწყერი განვითარდეს იქ. ეს ნონსენსია, ეს არ შეიძლება ბუნებაში არ ხდება ეგეთი. თქვენ განაჭრით ამბობთ ჩვენთან ეს აფეთქებები სოფლებში აქ მოსახლეობაც არის როლა ისნობოდა და ყველგან ისმოდა. ასევე რო იძახით რომ მაშინ შეიძლება მოხდარიყო, მაშინ მოხდა რაღაც ძვრები, სახლის ფანჯრების ჩაიმსხვრა და ყავს მოსახლეები, რომლებიც ამ აფეთქებების შედეგად ზიანდებოდა სახლები, შემდეგ გადაუხადეს კომპენსაცია და გაიყვანეს რომ მსგავსი პრობლემა ამოფრული ყოფილიყო. ჩვენ ტერიტორიაზე 2020-დან ჩდება პირველი დაზიანებები ამ ორი სოფლის ტერიტორიაზე. გულისხმობს ეზოებში ბზარებს, მცირე ბზარებს, სახლების გაბზარვას, გზის ჩავარდნას და რაღაცა გზის ნაწილის ჩამოშლას. იყო ეგეთი შემთხვევა სოფლის ასასვლელში, სადაც გზის ნაწილი ჩამოიშალა და ჩინელებს გაასწორებინეს და ეხლა თუ მათი გამოისობით არ იყო, მაშინ რა ვალდებულება ქონდათ რომ გაესწორებინათ ამ მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარე ეს შეკითხვები არსებობს ბუნდოვანი პასუხები ისედაც ქონდა აქამდე, ისედაც ვიცოდით რომ ან ესე იქნებოდა, ან ისე იქნებოდა. კონკრეტული პასუხები არ ყოფილა. ახალი რაც გავიგეთ, ის იყო რომ ტერიტორია მეწყრული ზონა მანამდეც ყოფილა, რაც არ ვიცოდით მოსახლეობამ და ზუსტად მან გაგვიჩნდა შემდეგი კითხვები, რომ თუ მეწყრული იყო ეს ტერიტორია, მით უმეტეს დასახლებულ პუნქტში რატო შეეხნენ მთის ფერს აფეთქებით და ამის რაიმე დოკუმენტი თუ არსებობს ამ ტერიტორიაზე ეს სამუშაოები რო ჩაატარეს, რის საფუძველზე შეეხნენ და რამდენად იყო ეს რისკის შემცვლელი თუ არ იყო. ევრონიუს ჯორჯიამ მათი მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ დამაწყრილი სოფლების ის მცხოვრებლები გამოკითხა, რომლებიც ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. კიდევ ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს აქ. მდინარეში ჩადინება მიწისქვანსის აუცილებლად იქნება, კარგ ახალს გაგრძელდება და შემდგომში დიდი ალბათობით ზედა ნაწილზეც, დანარჩენ ნაწილზე, სადაც ახლა არ შეინიშნება, შეიძლება მოახდინოს გავლენა. თავარ ნაპრალს მიღმა არის სახლები უკვე, სადაც კედლებზე ბზარებია და საძირკველი გაბზარა და ასე შემდეგ. ეს ტერიტორია აღარ იარსებებს ცოტა ხანში. საქმე იქნება. რა დავჭით ზემოთ რაღა არის დარჩა სულ 7 ოჯახი ეგერ 80% განადგურებულია ისე რომ დარჩა ნასოფლად მეტეს თითქმის მე დარწმუნებულია სულ რა ინტერესებდა გეოლოგების დასვა ის მაგალითად რომ რამ დაანგრია ხალხს აინტერესებს მომავალში რა იქნება მე მაგალითად პირადად ამ იმით წამევედი აქ რომ მაინტერესებდა რომ თუ იქნებოდა ნათქვამი რომ აი მომავალში რა იქნება არა სულ მაინტერესებდა მე რა დამანგრია ჩემი სახლი დაინგრა პირველი საწოლები ისევე დგას ისე ვერაფერი ვერ გამოვიტანეთ სახლიდან და ქვედა მხარე დარჩა რამდენიმე ოთახი ისიც უკვე დაანგრევის პირას არის მისული და დღე-დღეზე ველოდებით რომ დაინგრევა და შესვლით ვერ შევდივართ იმიტომ რომ გვაფრთხილებენ რომ საშიშია მიწა მოწყვეტილია ეზო მოწყვეტილია ზემოდან წამოვიდა მთა მარანი მქონდა იქ ის მარანიც დამინგრია და ფაქტიურად ფეხზე აღარაფერი დგას ორსართულიანი სახლი დამინგრა ჩვენი სოფელიც ქალაქიც ეგ იყო ზღვაც და ხმელეთის იქ გავზარდა ჩემი შვილი მანამდე არა კენჭიც არ განძრეულა და ეხლა ეს ერთბაშად დაიწყო და ერთბაშად დაინგრა ყველაფერი მაგას ახლა აზრი აღარ აქვს რომ ვიძიოთ ახლა რანაირად რა იყო მაგრამ ვინაც ახლა ისეთი პერიოდია კატაკლიზმები იმატებს შეიძლება ბუნების ბრალია მართლა არის გაყვანილი ვარ ხშირად გვაძლევს მთავრობა დახმარებებსაც გვაძლევს სურსაც რაღაცებს ხო რა ვიცი არა ახლა ველოდებით თანხას რომ ისეთი თანხა მოგცონ რომ რაღაც ვიყიდო მიწა აუცილებელი ადამიანია ოჯახისთვის მე ახლა უმიწოდ დავრჩი და უმიწოდ ახლა ძნელია ქალაქში ცხოვრება მე სამსახურები ცოტა თული საშოვარია გეოლოგების მიერ მოხაზულ წითელ ხაზებში მყოფები და ამ წითელი ხაზების მიღმა, ანუ 68 ჰექტარი ტერიტორია, რომელზედაც ცხოვრობს ეს ხალხი, იმის მიღმა არის დაახლოებით 10-მდე ოჯახი, რომელსაც ასევე შეეხება ეს საკითხი, ხოლო ეგრეთ წოდებულ ყვითელ ფენაში, სადაც ამ ეტაპზე არ არის საშიში ცხოვრება, რჩება ეს მოსახლეობა და მათ შორის ქვემო ნაწილიდან სოფლის, ვისაც ზემო ნაწილში გადასვლის სურვილი გაუჩნდება,
და ამისათვის სახელმწიფოს თხოვნით მიმართავს, რომ იქ შესაბამის საცხოვრისი მიწები გამოიყოთ მათ, ამ საკითხებისთვის მზად ვართ, რომ განვიხილოთ კომპენსაციებთან ერთად, განვიხილოთ ისიც, რომ მათ რაიმე ფორმით იქ დამაგრების საშუალება მივცეთ და სოფლები რომ დავიტოვოთ და შევინარჩუნოთ, ამის სურვილი გვაქვს ძალიან დიდი. ამიტომ ამ კუთხით დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორც ელექტროენერგიის მიწოდება, ახალი ხაზი, რომელიც 9 მილიონი ლარი დაждდება ენერგოპრო განახორციელებს, ჩვენ გავაკეთეთ ახალი გზა, რომელიც მობეტონდება, ასევე მოხდება სხვა საჭირო წყლის თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროექტები, რომლებითაც ამ ხალხს შეეძლებათ ადგილზე დამაგდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. თვითმმართველობის ინფორმაციით ამჟამად დამეწყრილი სოფლების უსაფრთხოდ მიჩნეულ განაპირა ნაწილში 7-დან 10-მდე ოჯახი რჩება. საკუთარი სახლებიდან ქირით გაყვანილი ოჯახები კი სახელმწიფოსგან კომპენსაციას ელოდებიან.